სიტყვა თქმული მამისა ჩვენისა ლუკა ყირიმელისა. იყვარდეს მტრები, ნუთო იოლია ეს. განაღეთ გული თქვენი და გაამახვილეთ სასმენელი თქვენი, აღსაქმელად ქრისტეს გასაოცარი, არა ჩვეულებრივი სიღრმისეული სიტყვებისა დღევანდელი ქადაგებიდან. და ვითარცა იგი თქვენ გნებავს, რაით აგიყონ კაცთა, თქვენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ. როდესაც სულთა გულის ადამიანი პირველად ისმენს ქრისტეს ამ სიტყვებს, ის შეცვლუნდება, უხერხულადაც კი იგრძნობს თავს. oi უფალო, როგორ მოხდა რომ თავად ვერ მოვიფიქრე ის, რასაც შენ გვეუბნები. როგორ ვერ მოვიფიქრე რომ ადამიანებს უნდა მოექცე ისე, როგორც მინდა რომ მე მომექცენ. მარტივია, არაჩვეულებრივად უბრალოა ქრისტეს ეს სიტყვები და ამავე დროს ღრმა, უწიროდ ღრმა. სადდა მარტივია ყოველი სიტყვა მაცხოვრისა ჩვენისა, მარტივია მისი ყველა სწავლებაც. რამე თუ ის მიმართული იყო არა ქედმაღალი სწავლულებისკენ, რომლებსაც მიაჩნდათ რომ იციან ჭეშმარიტება, არამედ იმ თავდაბალი და იმ არაფრის ცოდნი ადამიანებისკენ, რომელთათვისაც უცხოა სიამაყე და ქედმაღლობა, რომლებიც იოლად განემშვალებიან ყოველგვარი ნამდვილი, ჭეშმარიტი გამწყნებული ღვთაებრივი ნათლით. უფრო სიღრმისეულად ვიდრე გალილეველმა მეთევზეებმა, ვინ აღიქვა ქრისტეს სიტყვები, უფრო სიღრმისეულად ვინ გაიგო ისინი, ვინ გამოუცხადა მთელ ქვეყნიერებას თავდაბალ თვინიერ მორჩილ საკუთარ თავი, რომ არაფრად მიაჩნდათ. ისეთ ადამიანებს ეუბნებოდა უფალი სიტყვებს, რომლებიც მათთვის იოლად გასაგები იყო. თქვენც მოისმენთ ეს სიტყვები, თქვენი გულის უბრალოებით, ისმინეთ უდიდესი ნდობით, უფალი იესო ქრისტეს მიმართ. რა განსაცვიფრებელ მოთხოვნას გვიყენებს იგი ჩვენ. სოფლიოს ქრისტემდე ასეთი მოთხოვნა არსმენია. ქვეყნიერება არასდროს მისულა იმ აზრამდე, რომ ადამიანებს უნდა მოექცე ისე, როგორც გვინდა რომ ისინი მოგვექცენ ჩვენ. სოფლიო არასდროს მისულა იმ აზრამდე, რომ სიკეთე უყოთ ჩვენს მოძულეებსა და შეურაცხყოფლებს. ქვეყნიერება ვერასდროს გაიგებდა, თუ კი არ მოვიდოდა ქრისტე, რომ უნდა გვიყვარდეს მტერი ჩვენი. უბრალო და მარტივია ქრისტეს სიტყვები, მაგრამ ეს სიტყვები ჩვენ გვიყენებს ყველაზე მაღალ, ყველაზე მძიმე მოთხოვნებს, რადგან თქვით იოლია კი შევასრულოთ ის, რასაც იგი მოითხოვს ჩვენგან. ნუთო იოლია გვიყვარდეს ჩვენი მტრები, ნუთო იოლია კეთილი უყოთ ჩვენ შეურაცხყოფლებს, ნუთო იოლია უკან მოუხედავად მივცეთ ყველა მთხოვნელს, ნუთო იოლია ვასესხოთ ადამიანებს და საერთოდ არ ვიფიქროთ იმაზე, რომ უკან დაგვიბრუნონ. რა ძნელია ეს, როგორი შეუძლებელი, როგორ არ თავს დება ამას სოფლის ადამიანთა ცნობიერებაში. მაგრამ საქმე ისაა, რომ უფალი ამას ეუბნება არა ამას სოფლის ადამიანებს, არამედ ჩვენ ქრისტიანებს, რომლებზედაც წმინდა პეტრე მოციქულმა თქვა სიტყვები, რომლებიც თქვენ ყველას უნდა გახსოვდეთ, რამე თუ ისინი უშუალოდ თვითეულ თქვენგან შეეხება. ხოლო თქვენ ნათესავი რჩეული, სამეუფო სამღვდელოი, თესლი წმინდაი, ერი მოგებული, რაითა სათნოებითა მიუთხრობდეთ, რომ იმან იგი ბნელისაგან გიწოდნა თქვენ საკვირველსა მას ნათელსა მისა. უფალი ეუბნება მათ, ვინც უნდა იყოს ნათესავი რჩეული ქრისტეს მიერ, თავის ამ მძიმე მოთხოვნებს განუცხადებს მათ. ვინც უნდა იყოს თესლი წმინდა, ერი მოგებული, რათა თავისი ცხოვრებით, საქმეებითა და სიტყვით სათნოებითა მიუთხრობდეთ, რომელმან იგი ბნელისაგან გიწოდნა თქვენ საკვირველსა მას ნათელსა მისა. ქრისტეს სრულყოფილებასა და სათნოებას ღმრთისა უნდა ვაუწყებდეთ ადამიანებს მთელი ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმეებით, ჩვენი ყოველი საქციელი, ჩვენი სიტყვებით. თუ კი ასია, თუ კი ჩვენ ვართ თესლი წმინდა, სამეუფო სამღვდელო, განა ჩვენს მიმართ არ უნდა იქნას ამოყენებული ყველაზე მაღალი მოთხოვნები, რომლებსაც გვიცხადებს უფალი იესო ქრისტე. განა არ უნდა მოგვეთხოვებოდეს, რომ შევიგნოთ მთელი სიღრმე და ჭეშმარიტება ქრისტეს ამ სიტყვებისა. და ვითარცა იგი თქვენ გნებავს, რაით აგიყო კაცთა, თქვენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ. დიდი, ძალიან დიდი ხნის წინა თქვა ეს ღვთიური სიტყვები და დღეს რას ვხედავთ ირგვლივ, თუნდაც საკუთარ თავში. განა ისე ვექცევით ადამიანებს, როგორც გვინდა, რომ თავად მოგვექცენ. ჩვენ ხომ არ გსურს, რომ დაგვამცირონ და აბუჩა დაგვიგონ. განა ვინ არ იქცევა ასე, ყველას გვინდა, რომ ცხოვრებისეულ რთულ ვითარებაში ახლობლები გვეხმარებოდნენ და ზრუნავდნენ ჩვენზე. მაგრამ კეთილდღეობის დროს, როდესაც არაფერი გვაკლია,
განახშირად გვახსენდებიან უყურები, რომლებიც ჩვენს შეწენას ელიან. არა, ხოლო უფალი მოითხოვს, რომ არასოდეს დავივიწყოთ ისინი. იოლია ძალზე დიოლია გვიყვარდეს ადამიანები, რომლებსაც უყვარვართ. განაძნელია გიყვარდეს მამა, დედა, ცოლი, შვილები, მაგრამ დიდია კი საფასური ამ სიყვარულისა. მას თითქმის არავითარი ფასი არ აქვს, რამე თუ საკუთარი ნათესავები და შვილები იმ სიყვარულის ინსტინქტით გვიყვარს, რომელიც ჩვენში ბუნების მიერ არის ჩადებული. ნუ თუ არსებობს დედა, რომელიც მთელ თავის გულითაც თითქოს სიყვარულსა და ალირს არ გაიღებს საკუთარი შვილისათვის, განა რომელი დედა არ გასირავს სიცოცხლე შვილისათვის, როცა მას საფრთხე ემუქრება. ეს ცხადია, კარგია, მაგრამ გააჩნია კი უმაღლესი ზნეობრივი საფასური. არა, არ გააჩნია. კარგად მოგვეხსენება, რომ თუ ჩიტის ბუდის დანგრევას გამიზრახავთ, დედა ჩიტი მეხსეულად მოფრინდება ჩვენს თავზე, ფრენას დაიწყებს. სახეში ფრთებით ცემას დაგვიწყებს და თავგანწირი დაწივდება. ეს იგივე ინსტინქტის მიერი სიყვარულია, რომელიც ყველა ცოცხალ არსებაშია ჩადებული. განა დათვი, განა მგელი არ იცავენ თავიანთ შვილებს და უკან დაიხევენ მათკენ მიმავალი თოფ მომარჯვებული ადამიანი რომ დაინახონ. ეს ინსტინქტის მიერი სიყვარულია, რომელიც ბუნების მიერ ნებისმიერ ცოცხალი არსების გულშია ჩადებული, ხოლო უმაღლესი ზნეობრივი ფასეულობა არ გააჩნია. სწორედ ამიტომ ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და უკვე თუ გიყვარდნენ თქვენი მოყვარენი თქვენი რა იარს მადლი თქვენდა, რამე თუ ცოდვინიცა მოყვარეთა მათა ყვარობენ და უკვე თუ კეთილის ყოფილთა თქვენთა კეთილსა უყოფდეთ, რომელი მადლი იარს თქვენდა, რამე თუ ცოდვინიცა ამას ყოფენ. მაგრამ აი უამრავი შეცდომებული ჩერდება ქრისტეს უკანასკნელი მოთხოვნის წინაშე. არამედ თქვენ გეტყვი, რომელთა იგი გესმის, გიყვარდეთ მტერნი თქვენი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთან და აკურთხევდით მწყევართა თქვენთან და ილოცვიდით მათვის, რომელი მძლავრობენ თქვენ. გვიყვარდეს მტრები, განა იოლია ეს. არა, ეს საკმაოდ რთულია. ეს ქრისტეს უმაღლესი მოთხოვნაა და რადგან იგი მოითხოვს, ეს ნიშნავს, იცის, რომ ამის შესრულება შესაძლებელია. რამე თუ შეუძლებელს ის ჩვენგან არ მოითხოვს. რთულია ეს, ვიცი რომ რთულია, მაგრამ შევეცდები პასუხი გაგწით ამ კითხვაზე. ჩაუღრმავდეთ, ვინ არიან ჩვენი მტრები. მტრები განსხვავებულები ყავს. ყველანი, ვინც სისაძაგლეებს ვიკეთებს, ვერ გვიტანს და გულს ბრტყენს. ბევრ ცუდს ვიკეთებენ მეზობლები. უამრავ შეურაცხყოფელ სიტყვებს გონიგინებასა და წყევლას ვისმენთ მათგან. სამოციქულო საკითხავებში მოისმენთ, რომ თავად პავლე მოციქულსაც მოვლენილი ჰყავდა საწერტელი ხორცთა, რომელიც გამუდმებით ავნებდა მას. წმინდა მოციქულისთვის აუტანელი იყო ეს, ამიტომ სამგზის შეევედრა უფალს, რათა თავი დაეღწია ამისგან, მაგრამ როგორი პასუხი მიიღო? კმარს შენდა მადლი ჩემი, რამე თუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სულ იქნების. უნჯობესხა უკვე და უფრო ის ვიქადი უძლურებათა შინა ჩემთან, რათა დაიმკვიდროს ჩემთანა ძალმა ქრისტესმა. უფალმა ბრძანა, დაე გააგრძელოს უკეთურების ხმა, ვინაიდან მისი ღვთაებრივი ძალა უძლურებაში იძენს სრულყოფილებას. როდესაც აბუჩად გვიგდებენ, გვდევნიან, როდესაც ვიტანჯებით, სწორედ მაშინ ძლიერდებით ღვთაებრივი ძალით, მადლის მიერი ღვთაებრივი შემწეობით. თუ კი ჩვენს დაგვიდგება დრო, ვითმინოთ ბოროტი ადამიანებისგან, ხორცის შემბილწველთაგან ყოველგვარი სისაძაგლე, აბუჩა დაგდება, შეურაცხყოფა, როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ ჩვენ. ისე ჯერ კიდევ როგორც გვასწავლიდა ძველი სოლომონ ბრძენი, მისი სიტყვები გაიმეორა წმინდა პავლემ რომაელთა მიმართ ეპისტოლეში. დიდებული სიტყვები აღსავსე ძალითა და სიმართლით. თუ შენი მტერი მშიერია, პური აჭამე, თუ წყურია, წყალი ასვი, რადგან ამით მის თავზე მუგუძლებს დააგროვებ და უფალი გადაგიხდის. დაწვავს ეს ანთებული ნაკოჩხლები მის შავბნელ გულსაც კი და შეიძლება იმით, რომ მის ბილწობაზე თქვენ სიმშვიდითა და თვინიერებით პასუხობთ. კიდევ ვინ არიან ჩვენი მტრები? ეს ის ბოროტი ადამიანები არიან, რომლებსაც ჩურთ ჩვენი ცხოვრებისეული წარმატებები სამეცნიერო მუშაობაში, წარმატებები ჩვენი ყოფითი კეთილდღეობისა. ესენი არიან ცილის მწამებლები, სრულ მაბეზღარები, ესენი არიან ჩვენი ნამდვილი მტრები. მაგრამ აი რაზე დაფიქრდით? ამგვარი მტრები განა ყველასთვის საშიშნი არიან? არა, ყველასთვის არა. იყო მრავალი ადამიანი, რომლებსაც მიზნად არ ჰქონდა დასახული მიწიერი კეთილდღეობის მოწყობა. იყვნენ ადამიანები, რომლებიც უარს ამბობდნენ ყველაფერზე.
ამჯობინებდნენ სიღარიბესა და უყუარებას და ყველასაგან განყენებულად ცხოვრებნი, არავინ რომ არ იცოდა მათი სამყოფელი სხვებს არ უღვივებდნენ შურს. ასეთი იყო ყველა ღირსი მამა, ყველა განდეგილი და მეუდაბნოე. მათ არ ჰყავდათ მტრები, რამე თუ ამ ქვეყნიერ კეთილდღეობას განშორებული მოშურნებს განაიაღებდნენ. არსებობენ საზარელი მტრები, მკვლელები და ავაზაკები. როგორ შეიძლება მათ მიმართ სიყვარულით განვისჯალოთ, თუ შესაძლებელია ავაზაკებისა და მკვლელების შეყვარება? თუმცა არსებობდნენ წმინდანები, რომელთათვისაც ეს შესაძლებელი იყო, რომლებიც ბოროტმოქმედებს სიყვარულით პასუხობდნენ. ასეთი იყო ჩვენი ღმერთშემოსილი მამა სერაფიმ საროველი. როდესაც იგი უდაბნოში განმარტოებით ცხოვრობდა, მას ყაჩაღები დაესხნენ თავს. ცემით სიკვდილის პირამდე მიიყვანეს, ჩაუმტვრიეს ნეკნები და თავის ქალა გაუტეხეს. ის დიდხანს ავადმყოფობდა და სასტიკად იტანჯებოდა, ვიდრე მის ტანჯვას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა წერტილი არ დაუსვა. ყაჩაღები შეიპყრეს, ისინი მახლობელი სოფლის გლეხები აღმოჩნდნენ. მათ სასამართლოს წინაშე მოუწია წარდგომა და კადოღა ემუქრებოდათ. როგორ მოიქცა ღირსი სერაფიმე, მთელი ძალით ხურვალე გულით მოითხოვდა, რომ ეს ბოროტმოქმედები არ დაესაჯა და მონასტრიდან წასვლითაც იმუქრებოდა. წმინდა სერაფიმეს თხოვნით მათ თავი დაანებეს, მაგრამ უფალმა ისინი დასაჯა, მათი სახლები ხანძარმა შეიწირა. იყვნენ ისეთებით, ვინც თავად ეხმარებოდა მძარცველებს, საკუთარ ქონებას კრავდა და მძვარცველებს თავად აჰკიდებდა ხომეხრებზე. აი მაგალითი იმისა, თუ ავაზაკებისა და ბოროტმოქმედების მიმართაც როგორ შეიძლება ქრისტეს ცნებების აღსრულება და არა მხოლოდ იმ წვრილმანი მავნებლების მიმართ, რომლებიც ცხოვრებას გვიწამლავენ. ამრიგად უფალი არ გვიყენებს ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც ადამიანის ძალებს აღემატება. იგი უმაღლეს მოთხოვნებს უყენებს ნათესავს რჩეულს, წმინდა თესლს, რომელიც არის ერი მის მიერ მოგებული. მათგან ის მოითხოვს იმგვარ სრულყოფილებას, რომელიც თავად უფლისთვისაა დამახასიათებელი. რამე თუ გესმით თქვენ, რომ ვინც მის რთულ მოთხოვნებს აღასრულებს, უფალი ბრძანებს, რომ ისინი უზენაესის შვილებად იწოდებიან. იყვანი თქვენ მოწყალე, ვითარცა მამაი თქვენი მოწყალე არს. მათი მახარებელი ამას სხვა სიტყვებით გადმოგცემს. იყვენი თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათა სრულ არს. გესმით უფალი ჩვენგან ქრისტიანებისგან ითხოვს, რომ ისეთივე სრულყოფილნი ვიყოთ, როგორიც თავად არის. ითხოვს ისეთივე უსაწყო დიდმოწყალებას, როგორიც ზეციური მამის გულმოწყალების დარია. რამე თუ მზე მისი აღმოვალს ბოროტაზე და კეთილთა და წვიმს მართალთაზე და ცრუთა. მოითხოვს ისეთ უკიდეგავ და უსაწყო სიყვარულს, როგორიც უფალი იესო ქრისტეს ჰქონდა, რომელმაც ადამიანთა მოდგმის გამოსახსნელად მთელი სამყაროს წოდების აღსახოცელად ხორცი შეისხა და გააღთობისაკენ გზა გაგვიხსნა. ღმერთკაცობა თვითეული ადამიანის ცხოვრების მიზანია. ცხოვრების მიზანი სრულყოფილების მიღწევა სიყვარულში, სიწმინდესა და სიმართლეში. ხოლო ამისთვის დაუღალავად უნდა ვიშრომოთ, რათა საბოლოოდ განვწმინდოთ გული. როდესაც ადამიანი ხანგრძლივად ზრუნავს ამაზე და გულს ყოველგვარი მანკიერებისა და ცოდვისაგან გაისუფთავებს, მაშინ ასეთი გული სულიწმინდის სავანე და ღვთის ტაძრად იქცევა. მაშინ მიაღწევს იგი სიყვარულს, იმ სიყვარულს, რომელიც საშუალებას მისცემს ქრისტეს აგრე რიგად მაღალი და სრულყოფილი მოთხოვნები აღასრულოს. მას მიზნა დაისახეთ გულის განწმენდა და სიყვარულის მოხვეჭა და ეს თქვენი ცხოვრების მთავარი ამოცანა გახდეს, რათა სულიწმინდის სავანეთ იქცეთ. ინებოს და შეგვეწიოს უფალი ქრისტე თავისი ღვთაებრივი მადლით. ამინ. სხვა ყოველთა, ყოვლითა, გულითა და ყოვლითა გონებითა ჩვენი